ბერძნებმა მადლობის ნიშნად ქართველ ბერს, რომელმაც ომი მოაგებინა საბერძნეთს, ბიზანტიას, სიმღერა მიუძღვნეს. ოღონდ მართლა ბერძნულია ეს სიმღერა და ქართული ტექსტიც აქვს. მე არ დამიწერია და არ შემიქმნია. ეს სიმღერა ალბათ შენც მოგისმენია, მაგრამ ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ეს სიმღერა საქართველოს და მის ისტორიულ ფიგურას ეძღვნება. ეს სიმღერა ძალიან პოპულარულია და ამ სიმღერამ მსოფლიოს გააცნო საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც არათუ მსოფლიომ, არამედ საქართველოშიც ძალიან ცოტა მიცის. ახლა მე მოგიყვები ძალიან საინტერესო ისტორიას და შენ მანამდე არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეს. თქვენ ახლა გესმოდათ ჰანგები ბერძნული ქართული სიმღერიდან თორნიკე ქართველი. ამ სიმღერით ბერძნები მადლობას უხდიან ქართველ ბერს და სამხედრო ლიდერს თორნიკე ერისთავს, რომელმაც მათ ბარდა სკლიაროსი დაამარცხებინა. სანამ ამ ისტორიას დეტალურად მოგიყვებით, მოდი გავეცნოთ თუ რა წერია ამ ვიდეოს აღწერაში. მე როგორც მივხვდი, ამ მუსიკალური YouTube არხის მფლობელი წერს, რომ ფარია ფარაჯის მუსიკა და შესრულება დაფუძნებულია ქართულ ხალხურ მოტივებზე. სიმღერა შესრულია ეპიკურ ბიზანტიურ სერიაში, რომელიც იკვლევს ბიზანტიური ეპოქის ეპიკურ ნარატივებს დღევანდელი ბერძნული ტრადიციული მუსიკის მეშვეობით. ავტორის თქმით, მათ უნდოდათ ქართული მუსიკის შემოქმედება შეიცადათ ძალები და თორნიკე ერისთავის ისტორია მათთვის საინტერესო აღმოჩნდა. თორნიკე ერისთავი მე-10 საუკუნის ქართველი დიდგვაროვანი და სამხედრო გენერალი იყო, რომელსაც წარმატებული სამხედრო კარიერა სამშობლოში ჰქონდა, თუმცა სიცოცხლის ბოლოს ბერად აღიკვეცა. საბერძნეთში იმგზავრა, სადაც დასახლდა და ათონის მთაზე ივერონის მონასტერი დააარსა. ეს წერია იმ ვიდეოს აღწერაში მთლად დაწვრილებით არ წერს თორნიკე ერისთავის ისტორიას, ეს ბერძენი მუსიკოსი თუ პროდიუსერი, თუმცა ამაზე მერე ვისაუბროთ. ახლა გავაგრძელოთ. YouTube არხზე ასევე წერია, რომ სიმღერა ქართული ხალხური მუსიკის სხვადასხვა სტილის ძირითად კონვენციებს მიყვება, კერძოდ განდაგანასა და აჭარულის საცეკვაო ფორმებს, რომელთაგან ბევრი აჭარის რეგიონისთვისაა დამახასიათებელიო. ქართული გუდასტვირები ამ ჟანრში ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო, თუმცა ამ სიმღერაში დიმიტრი ათანასოპოლოსის მიერ დაკრული წამპუნას ხმები გამოყენებია. წამპუნა ძალიან გავს გუდასტვირს და არის ტრადიციული ბერძნული ხალხური ინსტრუმენტი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და კრეტაზე. მიუხედავად ცოტა სახელისო სახელისა, ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია ბერძნებისთვის. ასევე ამ სიმღერაში გამოყენებულია ფანდური, რომელიც უკრავს როგორც მელოდიისთვის, ისევე სიმღერისთვის აკორდების ძირითადი პროგრესიის უზრუნველსაყოფად. სიმღერაში ასევე გამოიყენეს ცნობილი ქართული პოლიფონია, რომელსაც მრავალხმიანობა, რომელსაც ბერძნები ახასიათებენ როგორც ჰარმონიის ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე ცნობილ გამოვლინებას მთელ მსოფლიოში. წერენ, რომ ტრადიციული ქართული ჰარმონია ხასიათდება ბურდონული ჰარმონიით. ერთი ხმა მღერის სრულფასოვან მელოდიას, ხოლო სხვა ხმები მხარს უჭერენ მთავარ ვოკალს ერთი და იგივე ნოტების გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამეორებით ქმნიან სხვადასხვა ჰარმონიულ ინტერვალებს, რომლებიც ჩვეულებრივ დაფუძნებულია კვარტარებსა და კვინტებზე. ეს ყველაფერი იქ ეწერა, ჩემი მოგონილი არ არის. ამ სიმღერაში გამოყენებულია ქართული და ბერძნული კომბინირებული ტექსტი. ქართული ტექსტი ჩასმულია ბერძნულ ტექსტში და პერიოდულად ისმის მათ შორის მის ამღერში. მთავარი გუნდი მღერის პასაჟს ეპიკური ქართული პოემიდან ვეფხისტყაოსანი, რომელსაც ბერძნები ახასიათებენ როგორც ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ გამსაზღვრელ ძეგლად მე-11 და მე-12 საუკუნეების ქართული ოქროს ხანიდან, როდესაც საქართველოს სამეფომ განვითარების უპრეცედენტო პიკს მიაღწია. იგი დაწერა შოთა რუსთაველმა, რომელიც ამჟამად ქართველთა ეროვნულ პოეტად ითვლებიანო წერენ ბერძნები და ამ ტექსტში რამე უცნობი ბერძნებს არ დაუწერიათ. ახლა ვისაუბროთ სიმღერის ტექსტზეც. სიმღერა იწყება, როგორც გითხარით, წამპუნას მელოდიები და შემდეგ გრძელდება ბერძნული ტექსტით. წამპუნა გამოყენებული ალბათ იმიტომ, რომ ქართული ძალიან გავს, როგორც გითხარით, გუდასტვირის და უნდათ ესეთი ქართული მელოდიის შექმნა ამ სიმღერაში. პირველი სტროფის სამი ტაეპი ბერძნულადაა, სადაც ჟღერიან, რომ შორეული აღმოსავლეთიდან ცხენებმა მომიყვანეს აქ, მე იბერიის მთებიდან მოვდივარ და მთები მღერიან, რომ და ვეფხისტყაოსანის სიტყვები, რასაც აგასემ შენია, რაც არა დაკარგულია.
მომდევნო სტროფი ასევე კომბინირებულია და ნათქვამია, რომ მე მეძახდნენ გენერალს, მეომარს, აქ სიტყვა მეომარი ქართულად ისმის სხვა შორის, მე მეძახდნენ წითლად შეღებილ თორნიკეს და დამოიწყდა ეს ბრძნული სიტყვებიო და ისევ ვეფხვისწყალოსანი სიტყვები ქართულად, რაც ასე გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. Chasata sofalogia Rasata gasem shenia Rasarada gargulia Rasata gasem shenia Rasarada gargulia ფინალურ სტროფში ბერძნულად და ქართულად მღერიან ასევე. ნახვამდის თორნიკე, წითლად შეღებილო მეომარო, ნახვამდის ჩემო სამშობლო, ნახვამდის ჩემო მთებო, ხერის მომღერალი და მე მთების ამ სიტყვებით ვცხოვრობ, რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია, ისევ ვეფხვისწყალოსანის აფორიზმი. ამ ტექსტში ნახვამდის და აფორიზმი ქართულ ენაზე ისმის და სიმღერაში ასევე ისმის აჭარული სიმღერიდან მონაკვეთები. სიმღერა სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით პოპულარულია და გამორჩეულად TikTok-ში ის ქრისტიანული სამყაროს ერთგვარ ჰიმნად, სიმღერად იქცა. ხალხი ინტერესდება რაზეა ეს სიმღერა და კომენტარებში უხსნიან ვინ იყო თორნიკე ერისთავი. და მოდი ჩვენც ვისაუბროთ ამ ისტორიულ გმირზე. თორნიკე ერისთავი, რომელსაც აკაკი წერეთელმა ცნობილი პოემა მიუძღვნა, იყო მე-10 საუკუნის ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე ჩორდვანელთა საგვარეულოდან. ის იყო ქართლის სპასპეტი, ანუ მხედართმთავარი და დავით მესამე დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი. ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი, ტაოელი დიდებულების ჩორდვანელის ძე. ის ერისკაცობაში სამხრეთ ტაოში კარინის მხარეს განაგებდა, რა დროსაც მისი ინიციატივით კარინის მონასტერში ქართული სკრიპტორიუმი შეიქმნა. ბერად აკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე, ერთხანს ათონის მთაზე ათანასეს დიდ ლავრაში მოღვაწეობდა. 979 წელს თორნიკე ერისთავს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობას თხოვა დავით კურაპალატთან, რათა დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების დამარცხებაში. თორნიკე ერისთავი თავდაპირველად ბერობის მიზეზით უაროვდა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლებისგან მოსალოდნელი რისხვის თავიდან ასაცილებლად დათანხმდა. დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12000 მხედარი, რომელმაც ზლია ბარდა სკლიაროს და ხელთ იგდო დიდი ნადავლი. ბიზანტიის ხელისუფლების დაპირების თანახმად ნადავლი თორნიკე ერისთავს ეკუთვნოდა. ნაწილი იმ სიმდიდრისა მან ათანასეს ლავრას და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, ხოლო უდიდესი ნაწილი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა. 980 წლის ახლო ხანებში თორნიკე ერისთავს ბიზანტიის კეისარმა სვინგელოზის, ანუ პატრიარქის თანაშემწე ბერის წოდება უბოძა. თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწერილია ოშკის ბიბლია 978 წელს და კირილე პირველის თხზულების განძის 991 წლის ნუსხა. ამის შემდეგ საქართველოს უკვე წინელოდა დიდი გაძლიერება და ოქროს ხანა. ალბათ, სწორედ თორნიკე ერისთავით დაიწყო საქართველოს დიდი ეპოქა, რომელიც მანამ გაგზავნა სანამ კავკასიის აღმოსავლეთიდან ცხენოსნობისა და შვილდ ისრის უბადლო მცოდნე მონღოლები მოადგებოდნენ. მათ უბრალოდ შეცვალეს სოფლიო სამხედრო საბრძოლო ტაქტიკა. თუ მანამდე წამყვან ჯარებს, მათ შორის ქართულ ჯარებს აბჯარი ეცვათ და ნელა გადაადგილდებოდნენ, მოვიდნენ მონღოლები, რომლებიც ცხენებით უსწრაფესად გადაადგილდებოდნენ და გაჭენებული ცხენებიდან ისროდნენ ისრებს. ამას კონკურენცია იმდროინდელმა ევროპულმა და აზიელმა სარდლებმა ვერ გაუწიეს. ამიტომაც სხარტმა და ცხენმარდმა მონღოლებმა სოფლიოს დიდი ნაწილი დაიპყრეს. თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა. ამ ვიდეოში კი თორნიკე ერისთავზე და ბერძნულ ქართულ სიმღერაზე ვისაუბრეთ. და თუ ეს ისტორია მოგეწონა, მაშინ აჩვენე და მოასმენინე ის შენს მეგობრებსაც. არ დაგავიწყდეს დაკომენტარება და ვიდეოს მოწონება. დიდი მადლობა.